I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 35 ეპიზოდის სიტყვა არის ურთიელი. დაუკვირვებელი თვალისთვის ურთიელი, ანუ ექსტრავერტი, უზომოდ ძლიერი, თამამი და თავდაჯერებული ადამიანია და რაღაც გაგებით არის კიდეც თავდაჯერებული. რატომაც არა? კი. მაგრამ უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, კლასიკური ექსტრავერტი უზომოდ შეშინებულია სიმარტოვეში დარჩენის შიშით და უფრო უალესი, ის თავს ვერ გრძნობს თავის თავთან მარტო დარჩენისას მშვიდად, ყუდროდ. ეს მდგომარეობა ისე აშინებს მას, ისეთ წინააღმდეგობაშია თავის თავთან, რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდაც საკუთარ თავს როგორმე გაექცეს და თან რაც შეიძლება დიდხანს. სწორედ ამიტომ ბავშვობიდანვე იკრებს ძალიან ბევრ ადამიანს გარშემო. არაბუნებრივად ბევრ ადამიანს. თავის მხრივ ეს დაახლოების უნარი ადამიანებთან ნამდვილად დახვეწილი და მომხიბვლელი უნარია. სრულიად ჯანსაღი და აუცილებელი. საქმე ისაა, რომ ასეთი ბუნებით ექსტრავერტები ძალიან იშვიათები არიან, ანუ ისინი, ვინც სოციალურები იმიტომ კი არ არიან, რომ სიმარტოვის ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთები არიან, ადამიანები უყვართ. კლასიკური ურთიელი თავის თავს გაურბის და აქ იშლება ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რატომ არ მოსწონთ და ეშინიათ კლასიკურ ექსტრავერტებს ინტროვერტები, ანუ არტორელები. რადგან ინტროვერტმა შეძლო ის, რაც მათ ვერ შეძლეს. საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნა. ეს უნარი მათთვის ოქროზე ძვირფასია, თუმცა თავად ვერ ხვდებიან. როცა ხედავენ, რომ სხვას აქვს, ინსტინქტურად რაღაც დონეზე ღიზიანდებიან. ბუნებით ექსტრავერტი ინტროვერტს არასდროს დაჩაგრავს და აიგდებს მასხრად. ეს მხოლოდ კლასიკური ექსტრავერტი ცდილობს ინტროვერტის დაცინვით საკუთარი კომპლექსების დაფარვას.